ბატონო გია მოგესალმებით. გამარჯობათ ბატონებო, გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? რაც ვებრზი ამ საშინელ დაავადებას. ღვთისმსწავლობით ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა რომ გვერთვებით სტამბოლიდან, სადაც თქვენ მკურნალობთ კლავაც ამდენი წლის მანძილზე. და მადლობა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქალბატონ მინისტრს, ასევე საგანგებო დავალებათა ელჩს ბატონ კახასიხარულიძეს და სტამბოლში ჩვენს გენერალურ საკონსულოს, ბატონ კონსულს, ყველა თანამშრომელს, ვინც თქვენთან ახლა არის და ჩვენ საელჩოს თურქეთის რესპუბლიკაში და ასევე იმ კლინიკას, სადაც თქვენ მკურნალობთ, ვინაიდან ყველა ანადოლუ, რომელმაც ყველა ამ ადამიანმა მიიღო მონაწილეობა იმაში, რომ დღეს თქვენ სხდომაზე ამ ფორმით გამოცხადებულიყავით. ბატონო გია, თქვენ გასაგებია რომ ცნობილი დიდი მსახიობი ბრძანდებით, მაგრამ რა თქმა უნდა ამ სამსახიობო საქმიანობასთან დაკავშირებით არ მოგიწვიეთ თქვენ ჩვენს სხდომაზე. თქვენ ჩვენს სხდომაზე ბრძანდებით იმიტომ რომ იმ დროს როდესაც ქვეყანა სერიოზულად გაუჭირდა და სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო მიზანმიმართული განადგურება ჩვენი ერის ყველაფერი იმის, რასაც ქართული ტრადიცია და ქართველობა ჰქვია, ანგრევდა ინსტიტუტებს და ამ დროს გვეუბნებოდა მე ვარ ფუძემდებელი ქართული სახელმწიფოსი და პირიქით ვაშენებო და ხედავდით რომ ანგრევდა, თქვენ ჩაერთეთ პოლიტიკურ ბრძოლაში და იყავით ერთ-ერთ მოწინავე ფრონტზე ამ ბრძოლის. დღეს ჩვენ ვიხილავთ 26 მაისის გამთენიის და ღამეს 25 მაისისა, სადაც თქვენ იმყოფებოდით როგორც მაშინდელი სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი, შეფიცულთა რაზმის ხელმძღვანელი და აქტიური ადამიანი პოლიტიკურად. რატომ იბრძოდით, რამ გაიძულათ, რომ თეატრიდან გამოსულიყავით, ასე ვთქვათ, და გებრძოლათ იმ რეჟიმის წინააღმდეგ და ქრონოლოგიურად როგორ წარიმართა ის ღამე და რით დასრულდა და რატომ გაქვთ დღეს როგორ თვლით თქვენ ასეთი მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები. ყოველივე ამაზე რომ გვესაუბროთ თუ შეიძლება. დიდი მადლობა ქალბატონოთია რომ მომეცით საშუალება, ყველას ბატონებო დიდი მადლობა თქვენ რომ ისმენთ. ქალბატონოთია ერთი მინდა დავაზუსტო რომ მე კი ვიყავი ქუჩაში სულ ვიბრძოდი ყოველთვის რაც აწუხებდა ჩემს ქვეყანას. მაგრამ სპექტაკლებს არ ვაცდენდი არც მაშინ. და აქტიურად მონაწილეობდი ჩემს რაც იყო რა ქვია რეპერტუარში აქტიურად ვიყავი ჩართული. საერთოდ სპექტაკლები არ გამიცდენია ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის და ბრძოლის გამო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხანდახან დღეს ითვლება რომ შეიძლება მიატოვო საქმე, რაშიც იღებ ხელფასს და ებრძოლო გაუგებარ ყოველთვის თეატრში მოდის ყველანაირი მაყურებელი, ყველა პოლიტიკური შეხედულების გემოვნების არ არის იაფი ბილეთები, ნუ მე ესე მიმაჩნია და როდესაც ადამიანი ბილეთს იღებს მოდის შენ სანახავად, შენ არა გაქვს უფლება რომ ჩემი თუნდაც ძალიან მართალიც რო იყო ჩემი ქვეყნის წინაშე რომ მე იმ ადამიანებს უღალატო დავამთავრებ სპექტაკლს სავალ მერე და ჩემი სამოქალაქო პოზიცია რაც არის და ჩემი ბრძოლა რაც არის იმას შემდეგ დავამთავრებ. ესე იგი თქვენ პოლიტიკურ ბრძოლას წარმოებდით ისე, რომ აგრძელებდით სპექტაკლში თამაშს და პროფესიას, თქვენს პირველად პროფესიას ცემდით პატივს. მადლობა, რომ ეს დააზუსტეთ. გისმენთ. ალბათონოთია, ეს ყველაფერი, ესე იგი 2010 წელს შეიქმნა სახალხო კრება, მანამდეც იყო ეს მოძრაობები 2005 წლიდან, გაუსაზრისი გახდა ეს ყველაფერი და ჩემი პირადად ასევე იმ ადამიანების, ვინც ჩართულები ვიყავით სახალხო კრების ცხოვრებაში, უმრავლესობა არაპარტიულები ვიყავით. უმრავლესობა ისეთი ვიყავით, საერთოდ არასოდეს არ ყოფილვართ არც ერთი პარტიისები და არც შემდეგ. იქ რა თქმა უნდა იყო პარტიული კომპონენტი, ქალბატონი ნინო ბურჯანაძის პარტია იყო მაშინ დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც ვეხმარებოდა ტექნიკურად, იმიტომ იმათ გამოცდილება ჰქონდათ, იმიტომ ჩვენ ახლა ეს
ხალხი, რომლებიც შეშფოთებული, გადარეულები ვიყავით, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. და ეხლა მე დავაკონკრეტებ, რა იყო პირადად ჩემი мотиваცია, როდესაც შევერთდი სახალხო კრებას და საერთოდ საპროტესტო მოძრაობას, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და იმ ადამიანებისაც ალბათ, ვინც ჩემს გვერდში იყვნენ ჩემი კოლეგები იმ პერიოდში. პირველ რიგში ეს იყო მედია თავისუფლება, არ არსებობდა ტელევიზია. არ არსებობდა ტელევიზია, იყო დატერორებული მედია სივრცე და საერთოდ პრესას შეზღუდული იყო ძალიან და მედია სივრცე ხა საქართველოს არ ვრცელდებოდა არც ერთი პატარა მაესტროს ქონდა რაღაც თბილისის რამდენიმე უბანში გადაიცემოდა და რაღაც კავკასია რაღაცას იმაშო. შემდეგ ბიზნესის თავისუფლება და ბიზნესის ტერორი რაც ხდებოდა. მე ვუსმენ ხოლმე თქვენს ხტომებს და აი წარმოუდგენელი რა ხდებოდა და დღეს ახლა ბიზნესმენები პირდაპირ პარტიებს ქმნიან და აფინანსებენ და ჩვენთან და ჩემმა მეგობარმა 40 ხაჭაპური მოგვიტანა მაშინ 2011 წლის გამოსვლებზე და მეორე დღეს მანქანა წაართვეს 9 თვე ვიღაცა ქალბატონი დადიოდა მისი მანქანით ვიღაც ზელოვანის მეუღლე 40 ხაჭაპურის გულს ამაზე აღარა მაქვს ეს ბიზნესთან დაკავშირებით ეს ჩვენი პროტესტი. შემდეგ რაც ხდებოდა სასამართლოში, განაჩენები, გამამართლებელი განაჩენების არ არსებობდა, თითქმის არ არსებობდა. თავისთავად და ეს ჩვენგან წასული სტრასბურგის სასამართლოში როგორი იყო საქართველოს ამტყუნებდა ყოველთვის სტრასბურგის სასამართლო, იმიტომ მისანა უსამართლო სასამართლო ქონა, ამას სასამართლო არ era. შემდეგი რაც იყო კიდევ თავისთავად ის იყო არჩევნების თემა. მაშინ საარჩევნო სიებიც არ არსებობდა და ჩვენ ვითხოვდით რომ ეს არჩევნო სიები უნდა შედგესო არჩევნების შემდეგ რომელი სიით ვატარებთ არჩევნებს. ჯერ ერთი საარჩევნო კანონმდებლობას გასაუმჯობესებელი იყო. ეს ყველაფერი მე თავის დროზე ნელ-ნელა დაიხვეწა. რა თქმა უნდა, ეხლაც კიდევ იხვეწება. იმიტომ იდეალური ხო არაფერი არ არის. აი ამ ყველაფრის გამო, სოციალური პრობლემები ისინი და ყველაზე დიდი რაც იყო პროტესტი, პირადად ჩემი და ჩემი მეგობრების გარშემო ვიყავ. ეს იყო 2008 წელს დამანგრეველი ომის თავიდან არაცილება და ახალგორის დაკარგვა, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში არ იყო იმ ყოფილ ცხინვალის რეგიონთან და დალის ხეობის, რომელიც რაც საქართველოს არსებობს დალის ხეობა, საქართველოს ქართველის გარდა ეთნიკურად ქართველის გარდა ეგ არავინ არ ყოფილა დალის ხეობაში, კოდორის ხეობას დაარქვეს ზემო აფხაზეთი და მე გავათა. რა თქმა უნდა, ეს 2008 წლის დამანგრეველი ომის შედეგების გაპროტესტება, რა თქმა უნდა, რომელსაც დაარქვეს რამდენიმე ესა ქვის გორა თუ რაღაც. რამდენიმე სოფელი და ქვის გორაკები დაარქვეს. აი ეს ყველაფერი იყო მიზეზი იმის გამო, რომ შევიკრიბეთ სამოქალაქო, მოქალაქეობრივად აქტიური ადამიანები, ეს იყო ხელოვანი ხალხი, მეცნიერი ხალხი, სპორტსმენები, საერთოდ ისეთი საზოგადო ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება რაღაც უკეთებიათ თავის ქვეყნისთვის და რაღაც სახელი ჰქონდათ და ეთქმოდათ ერთი ორი სიტყვა და პატრიოტული, ჩვენ გამაერთიანებელი იყო პატრიოტული, აი ეს გზნობა, ჩვენი ქვეყნისთვის მინდოდა ესა თორე არავის მოვალში და თქვენს ისი მოგეხსენებათ რომ ჩემ ცხოვრებაში არასოდეს არც თანამდებობა მდომებია მე და არც ყოველთვის უარს ვამბობდი დეპუტატობაზეც იმაზეც იმიტომ არ არის ეს ჩემი საქმე მე გადასარევი პროფესია მაქვს არ მიწყიდოთ ბატონებო და კალათუნოთი რომ თქვენზე უკეთესი კარგი პროფესია მაქვს თქვენი პროფესია ძალიან საჭირო არის მაგრამ მე ჩემი პროფესია მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ამიტომ იყო ეს ჩვენი ეს შეკრება და აი მე მოусმინე ცოტა კალბატონონა სანამ და მართლა აი არაფერს არ იმაშვება აი სულ ცდილობდით რომ ყველა ადამიანის მიმართ მიგვეტანა ჩვენი სათქმელი არავის თავზე არ ვახოვდით ამას იმიტომაც ეს სახელი იმიტომ მოვიგონეთ სახალხო კრება რომ ადამიანებს ჰქონდათ პროტესტი ყველგან ყველა რეგიონში ყველა რაიონში სხვადასხვა თაობის ადამიანებს სხვადასხვა სატკივარი ქონდა და აი ეს თანამოაზრეებივით შევიკრიბეთ რა იცვლებოდა სახალხო კრების აქვე შემადგენლობა ვიღაცები გავიდნენ ვიღაცები შემოვიდნენ და ეს ყველაფერმა მიიტანა იქამდე 21 მაისს ჩვენ უკვე გამოვედით გასაპროტესტებლად ამ ყველაფრის რაღაცა პერიოდი ვიყავით ტელევიზიასთან ვიდექით და შემდეგ გამოვინაცვლეთ პარლამენტის წინ. აი ესე მოვედით 25 მაისის ღამემდე და პირდაპირ გაცხადებული ქონდა რასურვილები ქონდა
უკვე 25 მაისს, როდესაც გადმოვინაცვლეთ ჩვენ პარლამენტის წინ, იქ დაემატა კიდევ ერთი ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა, რომ იმ პრეზიდენტმა, რომელმაც ის გროვები დაარქვა ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს, არის ხეობა უძოლველად დაუტოვა ოკუპანტებს, რომელმაც ხედრებიც კი არ გამოიტანა ბრძოლის ველიდან, რომ იმ მხედართმთავარს არ ჰქონდა სამხედრო აღლუმის ჩაბარების უფლება. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა უკვე 25-დან, რაც დაემატა. და ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო სახალხო ზეიმი, უნდა ყოფილიყო იქ სეირნობა, ადამიანების მისვლა, მოსვლა, გამოთქმა თავიანთი აზრის და რა თქმა უნდა, ზეიმი რადგან არის კონცერტი და გიასთან, გაჩეჩილაძესთან, მას უნდა ჩაეტარებინა კონცერტი, კიდე სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც მიიღებდნენ, სპონტანურადაც იქნებოდა ეს რაღაცა და მართლა სახალხო ყოფილიყო, ოღონდ ტკივილია. იმიტომ რომ რა გვეზეიმება, როდესაც მართლა დაკარგული გვაქვს ტერიტორიები და ამდენი ადამიანი ყოველდღიურად იქცა თავიანთ სამშობლოში. მაგრამ ახლა ქვეყანა არის და რაღაცა 26 მაისი ჩვენ დამოუკიდებლობის ღიარი და უნდა აგვენიშნა, ოღონდ არა სამხედრო კომპონენტით და წაგებული მხედართმთავრის მიღებული იმით აღლუმით. ეს იყო უკვე 25-ში რაც დაემატა ეს მოთხოვნა. ესე მოვიდით 25-მდე, 26-ს. კი ბატონო, მადლობა. ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები? თქვენ სად ბრძანდებოდით? ქალბატონმა ნონამ აუხსნა საზოგადოებას და მათ ვინც არ იცის, რომ სცენა იდგა რუსთაველის კინოთეატრის მხარეს, რომ არანაირი მოწოდება პარლამენტში შევარდნისკენ, გადატრიალებისკენ ან მსგავსი არ ყოფილა. ეს დადასტურებულიც არის, რომ მშვიდობიანი აქცია იყო, ამას სასამართლო განაჩენებიც ადასტურებს. და თქვენ სად იყავით ამ დროს და როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები და რით დამთავრდა 26 მაისის დილა? ახლა მოგიყვებით ამ ამბებს. ეს ყველაფერი დაიწყო უფრო ადრე, 21-შივე დაიწყო რეპრესიები. ვიღაცები დააპატიმრეს 21-ში, უკვე 21-ში, მანამდეც. წარწმევა იმისა, რომ ლეიბები და ისინი რა ქვია, პლედები გუნდოდა გვეყიდა, ეს რაც ვიყიდეთ, ესენი წაართვეს ჩვენს მეგობრებს. მანქანების წარწმევები და დაყადაღებები, ეს უფრო ადრე დაიწყო. 25-მდე რა თქმა უნდა და 21-ში განსაკუთრებით. შემდეგ ტელევიზიასთან როდესაც ვიდექით, იქაც იყო თავდასხმები. ლოკალური პროვოკაციები, რომლებსაც ვთქვით, რომ არ ავყოლოდით ჩვენ, იმიტომ რომ რაში გვჭირდებოდა ჩვენ ახლა დაპირისპირება იმასთან. ჩვენ პირიქით, სულ ამას ვიზახდით, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია, მშვიდობიანი და გვინდოდა რომ ადამიანებს არ ქონოდათ არავითარი. იმიტომ რომ ასაკიანი ხალხი იყვნენ, ახალგაზრდები, ბავშვებიც მოდიოდნენ რაღაცა და ახლა ადამიანს როდესაც აქვს განსაზღვრა შეიძლება რაღაცა ჩხუბი ატყდეს და თავპირისპირება და რაღაცა შეეშინდებოდა მოსვლა. ამიტომ ჩვენსავე ინტერესში იყო ესა, რომ ყოფილიყო ეს მშვიდობიანი, რა თქმა უნდა და თუმცა არ წავდებოდა ეს პროვოკაციები. ჯერ კიდევ ტელევიზიასთან დგომის წინ. შემდეგ როდესაც გადმოვინაცვლეთ და იმ დღეს იყო საშინელი ამინდი, საშინელი წვიმა, ქარიშხალი, ჩეკაქუხილი არ გაჩერებულა რა. ეს ხალხი იდგა, არ იზრეოდა, თავისთვის იდგა და როდესაც გვითხრეს რომ უნდა დაიშალოთ, ჩვენ ხალხს მივმართეთ. რომ რა ვქნათ, აი ესე მოვიდა წარმომადგენელი 10 წუთით ადრე, 12 საათი და 15 წუთით რაღაცა ესე და უნდა დაიშალოთ. და ჩვენ ხალხს მივმართეთ, რომ ჩვენ არავინ არა ვართ, ამ ხალხმა აგვირჩია ჩვენ ამ ლიდერებად, თუ ახლა ლიდერებად ეხლა ის კი არ დაუბადებულ ვართ და კი არ იმას გვიქნია რომ არჩევნები და ამ ხალხმა მოინდომა რომ ჩვენ ყოფილიყავით და რადგან ამ ხალხის არჩევნები ვიყავით, ჩვენ მივმართეთ ხალხს, რომ რა ვქნათ, კატეგორიულად წინააღმდეგი ვინც იქ ვიდექით. აი ამ წვიმაში და ქარიშხალში და ჩეკაქუხულში რას ქვია დავიშალოთ. და უცბად დაიწყო ეს ყველაფერი, რომ დაიწყო ყველა მხრიდან. ესე იგი, ჩვენ როგორც თქვენ ბრძანეთ, ვიყავით კინო რუსთაველის ცოტა გვერდზე წინ იყო ეს სცენა. ეხლა მოგახსენებთ, რომ გვერდზე ეხლა შენობა არის იქ აშენებული და იქ იყო სამშენებლო ორმო. ვებერთელა ერთი 12-14 მეტრის სიღრმის, რომელსაც რუსთაველის პროსპექტიდან ყოფდა ღობე, ჩვეულებრივი ხის უბრალო ღობე. ჩვენ თავიდანვე, როდესაც დაიწყო ეს შემოწევა ყველა მხრიდან, აბსოლუტურად ზევიდან, გვერდებიდან, ქვევიდან,
ამ ჩვენს ხალხს ესე იგი უყუროდით რომ პარლამენტისკენ არა აქეთკენ წამოდით აგერ რომ არ ყოფილიყო იმიტაცია რომ აი ეს ხალხი პარლამენტში შედიოდა ან რაღაცა რომ აი პარლამენტისკენ არ მივეხარეთ აქეთ მაგრამ შემდეგ გაჩნდა ეს ისა მე გამახსენდა რომ ეს ვედბერთელა ორმო რო იყო ეს ხალხი რომელიც თავს იცავს და რომელიც ყოველები არიან ილწვია ხო ამ ძალოვანი სტრუქტურებისაგან რო გადამგრეულიყო ის ხუბე იქ იქნებოდა უამრავი სხერტი რომელიც დაბრალდებოდა ის ორგანიზატორებს დაბრალდებოდა ესე თავიანთ ხალხს აი ესეც მოხდა და გადაინგრა ჩვენ რა შუაში ვართ თუმცა სხერტი როგორ არისო და შემდეგ თუ შეიძლება თქვენი ნებართვით დაუბრუნდებით სხერტის თემას ამიტომ ჩვენ ვცდილობდით რომ რამენაირად ამ ხუბედანაც აგვეცილებინა ეს ხალხი და დაბნელობის მომენტიც არის რა თქმა უნდა ეხლა ქალბატონები იყვნენ, ასაკიანი ხალხი იყვნენ, ახალგაზრდები, მამაკაცებიც და მაშინ იყო რომ აი რამენერად ამ ღობესთვის მოგოშრობინა და იმიტომ მოხდა რუსთაველის თეატრის კინოთეატრში ხალხის შესვლა. და აი იყო რომ მე მოაქცეს ხალხი იმაში, ვინც ვიღაცები, ალყაში იყო მოქცეული და დაჭერები იყო იქა და რაღაცა და აი ესე აღმოჩნდეთ რუსთაველის კინოთეატრში. შემდეგ იყო ესეთი რამ რომ რუსთაველის კინოთეატრიდან გასვლაც ვერ მოახერხეთ იმიტომ რომ აი გვერდზე მუზეუმსა და კინოთეატრს შორის ქუჩა რო ამოდის იქაც პოლიცია იყო და იქიდანაც ვერ გავიდოდით და ნელა აი მე პირადად სადაც ვიყავი მე ხო არ ვიცი თქვა რაც ამინახავს იმაზე როგორ ვილაპარაკო მაგრამ აი ეს რაღაცა დიდი ნაწილი ნელა ზევით ავდიოდით კინოთეატრის სართულებზე და შემდეგ აღმოჩნდით რაღაცა ვერანდასავით აქვს კინოთეატრი რუსთაველს რომელიც გადადის აი მუზეუმის მხარეს და აქეთ კიდე საცხოვრებელი სახლები არის აი ეს ორსართულიანი პატარა სახლები და რაღაც ვინც ახალგაზრდები იყვნენ და რაღაცა იქ გადახდნენ იმ სახურავებზე ზოგმა ფიცარი გადო რაღაც მაგრამ ეს ფიცარი მე გაწყდა და საშიში გახდა იქით გადასვლაც და რამდენიმე კაცმა გავრისკეთ და იმ ჭექაკუხულის დროს იქ რკინის კიბე აუყვება თვითონ შენობას და იმ რკინის კიბეს სამნი ავედით ამ ჭექაკუხილში რომ არ დაგცემოდა მეხი რკინაზე და ამ სისველეზე და იმასე და შევძვერით სხვენში კინოთეატრის სხვენში და ვიფიქრეთ რომ აი გადავრჩით ახლა დაჭერას და რაღაც ვენი მოკლედ და აი ახლა მე საიდან ავალ ამ ყველაფრის შემსწრე იმ სხვენში ამოდის საჰაეროები სადაც ის კი ტრიალებს ვენტილატორი თუ რაღაცა მაგრამ აი ესე რაღაც მონაკვეთებს მე დარბაზში რაც ხდებოდა ვხედავდი ისევით სხვენი და იქ იყო საშინელი მე ვერ საიდან მივხვდი რომ ეს ისინი არის საჰაეროები თუ სპეში ვარ თითქოს და რაღაცა საშინელი კილოცივილი ისმის საიდან ამხმებით მივადექით და მივაგენით იმას ამ რგვალებს საიდანაც ჩავიხედეთ და ვხედავთ რაც ხდებოდა ქვევით ხალხი ყავდა ჩაყრილი რიგებს შორის და დარბოდნენ ამ ხალხს დარბოდნენ იამებით შოხებით და მაგათ ჰქონდათ მაშინ ეგეთი ისა ჯერ კიდევ 2007 წელს შემოიღეს ესა ძალიან დიდი ბუდიში უკაცრავად ახლა საზოგადოებას გვისმენს, მაგრამ თქვენს ვიცით ესა და უკაცრავად ქალბატონო თეატრი ბადრის რა აი მაშინ დაიწყეს. გახსოვთ ალბათ ეგ ბადრის რა და ვინც არ იყო და შეიძლება იქ იყო ეგეთივე მდგომარეობა. ნინოს რა და ვინც არა უთხავდნენ და დარბოდნენ ამ იმაზე და შემდეგ დაიწყეს ხალხის ნელა ესე ჯგუფ-ჯგუფად გაყვანა ამ დარბაზიდან. ადებდნენ იმებს რაღაცა პლასმასის ისინი იყო ბორკილები რომელიც საშინელება იყო იმის მერე მარჯვენა ცერათითი ჩემი არ მუშაობს თუ რაღაცა ჩამიჭრა ეთქობა ესე თუ რაღაცა და ის საშინელი ტივილის მომტანი იყო პატარა განძრევაზე საშინელი ტკივილი აი ამ იმებით დაიწყეს ხალხის გამოყვანა შემდეგ უკვე ზევიდან ხედავდი ჩვენ რომ მოდიოდა ეს მანქანები და ეს იმის წყალში ამ გუბეებში სისხლში დაყრილი ხალხი ხელებში შეკულები და ნელა რომ მიყავდა აი ეგეთი ამბავი იყო და შემდეგ მივხვდით რომ ერთ-ერთმა თქვა რომ აქ მე მგონი ეხლა ესენი ჩაატარებენ აღლუმსო და ცუდად არის ჩვენი საქმეო და მე ახლა არ ვიცოდი და რატომ მეთქი და
აქ რადგან მოვლენო ხელისუფლება და პრეზიდენტი და ისინი შემოვლენო სნაიპერებიო თუ რაღაცა და პირდაპირ გვესმიანო რა და აქედან უნდა წავიდეთ. და ისევ ამ წვიმაში და იმაში გონია რომ უკვე ნელ-ნელა ეს ხალხი გაიყვანეს, პოლიციას თითქოს არ არის ჩამოვძვერით ისევ ამ რკინის ძალიან მაღალი 11 მეტრი მაინც ეყოს სიმაღლეს კიდე ჩამოვძვერით და ვაპირებდით გადასვლას იმ გვერდზე საცხოვრებელ იაკიან სახლებს სახურავზე და იქ სამერცხლიდან გვინდოდა რომ რამეცნაირად დავმალულიყავით სად. იმიტომ ხედავდით რასაც უშვებოდი ხალხს რა. ხელებს შეკულ ხალხს უთხოვდნენ. დავარნილებს ცებდნენ ფეხებით. და რო გადავძვერით, უკვე იმ სართულზე ვიყავით, თურმე არსაც ასულები არ იყვნენ, თურმე ესე აგროვებდნენ რაღაცა, უსმან გაგვანათეს რაღაცა და დავნებდით იმასა ხელები ასეთ, გადმოდით სამაპატიმრეს სამადესეს, ისე ჩამიყვანეთ. რო ჩამიყვანეს უკვე ფოიეში, კინოთეატრის ფოიეში ეყარა ჯერ კიდევ ხალხი. აპატიეთ, მაგრამ ზოგი აი თავის შარდში. სისხლში თავგაჩეხილები, რატომაც უყოლას თავები გაჩეხილები ქონა. აი საშინელი ისე მდგომარეობა. გამომათრიეს გარეთ. უკვე რუსთაველზე. რაღაცა ბრძანება მიუვიდათ, რომ ჩასვითო ორბელიანზე მივიყვანეთ, რომ ჩამსვეს რაღაც მანქანაში ორბელიანზე არაო, დაიყვანეთ ესე გარდაბანშიო. მივხვდი, რომ თვითონ ეს მილიციონერები არა თბილისელები იყვნენ, იმიტომ რომ ზოლმა არ იცოდა გარდაბნის გზა და მე ვასწავლე მე გარდაბანში როგორ წასული. მივხვდი, რომ რაიონებიდან ყავდათ ჩამოყვანილი. 6 კაცი ყავდით აი ამ მიკროავტობუსში, რომელშიც მე ვიყავი, 6 მივიყავდით. და როცა ვიყვანეს წინა იმასთან სკამზე ის და ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც იხჩობოდა ხვერით. ახოს სულები ვართ აბსოლუტურად სუპელა. ხო და ამ ბიჭმა სხოვა, ხელებს შეკულები ვარ ჩვენ და ვერ იმაშვებით და ფანჯარა ეგება დამიკეთოთ. რა იყო? შეგცივდაო და გაუღეს ეს ფანჯარა. გავგიჟდი მეთქი რას უშვებით? პატარა ბიჭი. აი ესე ჩაგუყვანეს ეს სლელი ხალხი აბსოლუტურად, სულდო მთელი ღამე ამ წვიმაში და იმაში ამყოფი ხალხი ეს გაღებული ფანჯრებით ჩაგუყვანეს გარდაბანში. მე იქ მოვიდათ ბრძანება, რომ არა გადმოვიყვანეთო სამმართველოშიო. მე გადმოვიყვანეს უკვე დიღომში, დიღმის სამმართველოში და რო შემიყვანეს იქა აი ესე მთელი ეს დიდი ფოიე არის და დერეფნებში და ეს 5-6 საათ აი ესე ყავდა დაყენებული ეს ჩვენი დაპატიმრებული ხალხი გნახი ყველანი ჩვენები მიცედნენ დაპატიმრებულები და დაიწყეს გაყვანა სართულების მიხედვით. მე მგონი თვალზე ან მე-4 აი მე-4 სართულზე ან მე-5 სართულზე აყავდათ ეს ხალხი აი ესე 5-6 კაცი. მე სამიყვანეს და რო გამომიყვანეს ლიფტიდან უცბად აი რაც მივხვდი იყო რომ ეს კედლები, დერეფნები იყო სისხლი შეღებილი და აი იმებში დერეფნის ადგილები იყო რაღაცა სადაც ახაცა გროვები იყო და რო გამატარეს ამ გროვასთან ხედავ ტანსაცმელი, სისხლიანი ტანსაცმელი და აი ბინტები სისხლიანი და ცხვრის სახოცები და ესენი ესე გორა-გორად იყო და კედლები იყო რატომღაც სულ სისხლით აი ესე თითქოს აი საღებავით აი ესე ჯაგრისით რო გაუოსვა ამ კედლებს და ოთახებში გამოდიოდა საშინელი ხმები, საშინელება რას უშვებოდნენ იქ ხალხს არ ვიცი. რამდენიმე ჩემი ვიცანი ვინც გამოიყვანეს, ნუ აი გაუბედურებული კი არ გამოდიოდნენ ეს ხალხი აი ეს იღლებში ეკავათ ამ მილიციონერებს და ესე მოხავდათ მოასრიალებდნენ ეს გათიშული ხალხი სისხლებში სულ. აი ესეთი ამბავი იყო, აი კიდევ ერთს ვიტყვი რომ აი რაც საშინლად იმას მიქნა, უკვე იმაში ნაქვიან კამერაში ვარ რა და მარტო ვიყო თავიდან. და მოვიდნენ რომ ისაუბრო. პენიანები არიან, ვითომ სხვა ჯიშის ხალხი ვარ, სხვა რასის ხალხი ვიყავით, თითქოს ისე მესმის პენიანები ყავს. 4 კაცია და მარტო ხარო და შენთან შემოიყვანთ და მეთქი შემოიყვან. 4 ახალგაზრდა ბიჭი არ შემოიყვანეს, შემოიტანეს და დადეს. სისხლში მოსვდი, შემოხეული, ყველაფერი და სისხლში აი ეს ეხლა ნუ ახალგაზრდები იყვნენ, მივხვდი, ეს ეხლა ამას უყურებს რაღაც ეხლა უწმინდა რაღაც ისენცა.
ერთს უყურებდა. მეთქი მესწოდი მეთქი და ვინ ახარ მეთქი. ნიკო ვარ გიაბიძეო, ჩემი მეზობელი. მედა სართულზე ვიყავ. მთელი ცხოვრება ხდება გამარჯვებული და გამიმარჯვებსო. აი ვერ ვიცან ისეთი ნაცემი. მე გაიყვანეს ეს ბიჭები ისე სადღაც აი კაცულისმოდა წივილი რაღაცა. აი ესე იყო ეს ჩემი ამბები და რაღაც ეს ამ სტრესებმა და ამათმა გამოიწვიეს ეს ყველაფერი ალბათ ეს ჩემი ეს ვიტილიკო ეს ჩემი ნერვიული დაავადებები და ეს ყველაფერი და ახლა არ ვიცი. ეხლა რაც მინდოდა მე თქვა რომ სხორებთან დაკავშირებით. რატომღაც ესე ამკვირდა რომ აი მარტო ნიკუშა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი დაეუბნენ იმ ღამეს. მინდა გითხრათ რომ 26 აი ამ მაისის ამ დარბევას უფრო მეტი ადამიანი შეეცირა და გეტყვით ახლა ჩემი ახლობლები რამდენიმე ადამიანი სახელები და გვარებით შემიძლია გითხრათ რომლებიც ცოტა ხანში გარდაიცვალა. აი ისე ცემდნენ და ერთ-ერთმა ლექსო ფორჩხიძე იყო ეგეთი უთხრა რომ მუცელში არ დამარტყათ ბიჭებო ისა მაქვს უძილი მაქვს დაზიანებული. იმდენი უთხრეს მუცელში რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ასევე ავტომეტრეველი იმდენი უთხრეს რომ თვენახევარში გარდაიცვალა. დავარქვათ ეს ყველი იყვნენ ესენი. ერთი კაცი სახელდაგვარს იმისას არ ვიტყვი, იმიტომ რომ ოჯახს არ სიამოვნებს ესა იმან თავი ჩამოიხჩო ერთ კვირაში 26 მაისის. ესენი სხვაგვარი არის ეს რაც მე ვიცი, იმიტომ ჩემი ნაცნობები იყვნენ ესე. და კიდე რამდენი იყო ეგეთი შემთხვევა? რომ სულიკო და კოდებული ნიკუშა აღლუმირო ჩატარეს იქავა. იმაზე ჯიხულის თავს. ბატონო გია, ეს ორი მსხვერპლი, რომელიც უშუალოდ იქ იყო ჯერ კიდევ ცხედრები ტერიტორიაზე, როდესაც მიშა სააკაშვილი აღლუმს იბარებდა, იქ კონცერტს მართავდა, ხალხს აჯილდოებდა და იყო საზეიმო ვითარება. როგორც ქალბატონი ნონას ვაჟმა დავით ჭიჭინაძემ თქვა, ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზეო სააკაშვილმა კონცერტი გამართა და იზეიმა დამოუკიდებლობის დღე თითქოს ქართველი ხალხის არ იყოს ეს დღე და მიყოს მისი ისე იქცეოდა. ეს ორი ცხედარი თქვენი აზრით ვერ მოასწრეს ტერიტორიიდან გატანა გადასვენება თუ რატომ შემოდეს იქ ჯიხურზე? თქვენ როგორია თქვენი ვარაუდი? თორემ მსხვერპლი გეთანხმებით რომ მეტი იყო. დაფიქრე მაგრამ შენი ვარაუდით რა არის თითქოს გაცენდა და ვეღარ მოასწრეს ეთქობა იმიტომ რომ იმის რეცვა დაიწყეს. თვითონ პროსპექტის იმიტომ ის სულსისხლიანი იყო ეს პროსპექტი და რა ქვია იმის რეცვა დაიწყეს რაღაცა და ეთქობა რომ გაცენდა ვეღარ მოასწრეს და ეთქეს მე დამთავრდება აღლომი და მე გავიტანო მე ესე მგონია. დიახ. თორე ახლა დაავიწყდა და ორი ვერ მოასწრეს გატანა კი ბატონო. ალბათ აღლუმის შემდეგ აპირებდნენ გატანას, მაგრამ უკვე ხალხი მოძრაობდა რაღაცა ესეთი ადგილია, ძალიან ხალხმრავალი ადგილია. ჯიხუ, აქეთ კიდე ჩამოდის, აქეთ მეტროსის არის. კი ბატონო. მე ესე მგონია, თორე დაავიწყდა რანაირად ახლა ცხედრები არის როგორ დაავიწყდა. სპეციალურად შემოდეს ალბათ იმ ჯიხურზე, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ვინაიდან ვერ მოასწრეს გადასვენება, რომ აღლუმი ჩაეტარებინა. როგორც თქვენ ბრძანეთ სავსებით სამართლიანად ომში წაგებულ უმაღლეს მთავარსარდალს რუსთაველზე აღლუმი უნდა ჩაეტარებინა და შემდეგ გადაასვენებდნენ და იქ შეინახეს დროებით ცხედრები ჯიხურის თავზე. ალბათ შეიძლება მოსაღამოდება აღარ იქნება ხალხი მერე გაიტანენ ალბათ იმიტომ უკაცრავად მაგრამ იქ ხო ხრწნას დაიწყებდა ესა და სული ხალხი ძალიან ბევრი იყო მიხვდებოდნენ ახლა ალბათ საღამოს ელოდებოდნენ რომ გაიტანონ. კი ბატონო, ბატონი ირაკლი, ბატონი სოზარი. ბატონო გია მოგესალმებით, დიდი პატივისცემით, პირველ რიგში რა თქმა უნდა. გამარჯვებით შეგვიძლიათ. ჭამთელობას გისურვებთ პირველ რიგში. დიდი მადლობა. აი ამ ორ ცხედართან დაკავშირებით, ხო არ შეიძლება რომ სხვა ვერსიაც არსებობდეს? ანუ ორი მსხვერპლი, ეს ორი მძიმე შემთხვევა დადგა ადგილზევე მიტინგის დაშლის დარბევის დროს, უბრალოდ დაშლა სხვა რაღაცა, ეს იყო დარბევა. და იმისათვის რომ რამენაირად ეს ორი მსხვერპლი გაემართლებინათ,
იმიტომაც მე შემოდეს ამ ჭერზე, რომ სადაც შეიძლება ვერსია ეთქვათ, რომ ესენი აქ იმალებოდნენ, წვიმიანი ამინდი იყო, დენი გადადიოდა კაბელიდან და ამიტომ მათი სიკვდილი დადგა ამ დენის დარტყმის გამო და არა დარბევის დროს მიღებული იმ ძიმე დაზიანებების გამო, რაზეც აქ ერთ-ერთმა მოწმემ ახლა ისაუბრა. ეს ვერსიაც ხო შეიძლება იყოს, რომ ამათი გარდაცვალება, პროსტორეთ ამათი მოკვდინება გაემართლებინათ ამით, რომ შემთხვევით იმალებოდნენ და დენმა დაარტყა წვიმიან ამინდში. ეთქვით მაგაზე ნიკუშა იყო ჩვენი უბნელი და ამიტომ გავიგეთ ამბავი ესა რომ ნიკუშა არის დაუყური და რა იქ იყო რომ ნახეს ბიჭებმა დაპატიმრებული ნიკუშა ნახეს ისე რომ ნიკუშა გაიქცა და დაიმალა ეგეთ მე სულიკოვს არ ვიცნობ სამწუხაროდ ხო და ნიკუშა ნახეს ბიჭებმა დაპატიმრებული ყავდათ და თუ დაპატიმრებული იყო ვერ როგორღა გაიქცათ იმიტომ ვერავე ვერ გაიქცათ და ხა მაინდა-მაინც ნიკუშა გაიქცათ ხელები გაიხსნა არ იყო ახლა ნიკუშა დევგმირი ესე იგი ხელებს შეკრული კაცი შემოხვდა და იქაც მე მგონი ნაპოვნი ხელებს შეკრულები ის ამიტომ მაგ ვერსიას მე ვერ ვიზიარე მგონი შეიძლება მე მგონი ზუსტად ეს თქვა ირაკი მეც მოგესალმებით და ჯანმრთელობას გისურვებთ გამარჯობა უბრალოდ ეს ხელფეხ შეკრული რომ მოკლეს ამის დაფიქსირება რომ არ უნდათ რა თქმა უნდა მე აიტანეს იქ სახურავზე ამაზეა საუბარი ეს თქვა ირაკლიმაც ანუ კი არ იმალებოდნენ ამის იმიტაცია უნდა გაეკეთებინათ რომ გაემართლებინათ ამათი ადგილზე მკვლელობა ერთი თვის შემდეგ რომ მოკვდა და ორი კვირის შემდეგ რომ მოკვდა ამის მიჭკმალვა რაღაცნაირად შეძლეს სამწუხაროდ მაგრამ ეს ძალიან ძნელი მისაჭკმალი იყო და ამიტომ აიტანეს იქ ამიტომ აიტანეს სახურავზე ვითომ ესე იგი დაპატიმრებულები კი არ იყვნენ იმალებოდნენ და დენის მსხვერპლი გახდნენ აი ეს არის თავარი რომ რა თქმა უნდა ისინი ხელფეხშეკრულები იყვნენ არც ერთი ადამიანი ისე არ დაუტოვებიათ ვინც გამოვიდა და ვინც ამობს კადრებიც ამაზე მეტყველებს რომ იქ ნორმალურად გაჩერებული ადამიანი არ ყავდათ ყველა ძირს ეყარა და ყველა ხელფეხშეკრული იყო უბრალოდ ამ სემის დროს შემოაგდოთ ხელფეხშეკრული ძირს დაგდებული ადამიანები მადლობთ ბაზონცეგის დავაკონკრეტებ მაშინ თუ შეიძლება ისიც როგორ იყო რომ მე გამიკვირდა კიდეც რომ იქ ასაკიანი ხალხიც კადრები არსებობს ამის აი თავგაჩეხილები რო არიან და რაღაცა რო არ განვითარდა რაღაცა ისეთი პროცესები და მე ხო ყველასი არ ვიცი ამას ხო ვერ დავამტკიცებ ჩვენ თორემ აი კადრები არის სულ ყველა მოები ქონდათ სულ ყველას გადაჩეხი ხო და ნუ ღმერთმა გადაგვარჩინა რომ მეტი მსხვერპლი რომ იქ ადგილზე არ მოუვიდათ და შეიძლება თვითონაც შეეშინათ იმიტომ სულ ბრძანები მოსდიოდათ რა ვიღაცებისგან მოსდიოდათ ბრძანები ახლა ასე კენთარ ამიდან იყვნენ გავეშებული სახედაკარგულები დასაწყისში და შემდეგ უფრო ნელ-ნელა დილისკენ და რაღაცა ნელ-ნელა ცოტა დაწყდადნენ აი ეს მილიციონერებიც ეს სპეცნაზელებიც ეს ისინი სულ ყველანი რა მე ცოტა დაწყდა ვიდეო თავიდან ძალიან აგრესიული აი გამიშებულები იყვნენ თითქოს აუც შუშის თვალებით იყვნენ აი შეუვალები რაბა ნუ თვალზე რომ ახლა მაგალითად ბესიკ დაბადაზეს თვალზე მიჯრით მიარტყეს და თვალი ამოუგდეს ის რეზინის ტყვით თუ რაღაც დაკარგა ეს თვალი იმ ხამეს რაღაცა შეუვალები თვითონაც არ ვიცი ვერ ხვდებოდნენ რებს სისასტიკის ხარისხზე ვამბობ რა იმიტომ რომ ნუ ახლა მამაკაცებია და ვიცით ახლა დაგდებული კაცის სემა კიდე რა უბედურებაა ხო მაგრამ აი სისასტიკის ხარისხზე ვამბობ რომ აი რაღაცნაირად ისეთები იყვნენ რა შეუვალები იყვნენ რაღაცა მე მგონი იმიტომ არის რომ რა არის რაღაცა ვერსია რომ რაღაცა დალეული ქონდა თუ გაკეთებული ქონდა თუ რაღაცა ნორმალური ადამიანი ეს არ მოიხსნება მე ესენი ჩემი აზრი არის ეს. და კიდევ მეტი არის. თქვენ წინააღმდეგ ყოფილა ან საკანში გნებავთ გარდაქმნი ბრძანეთ რაიმე ფიზიკური ზემოქმედება? არა, ერთადერთი ნუ ეს ცინიკური დამოკიდებულება იმ ხრივ რომ რაღაცა ნუ ახლა კიდე მეორეჯერ პირველად გამასამართლეს ცოტა ხნით ერთი 8 თვით ადრე როდესაც პატიმრების წამების საწინააღმდეგოდ 50 კაცი მივედით პენიტენციალურ სისტემაში.
აპროტესტებით ამას პატიმრების ოჯახებიც ვერ მოვიდნენ, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ ისინიც რომ მოსულონ იმ ღამეს სიმპათიებს გადაემართებოდათ იმათი მშობლები ან ოჯახის წევრები გამოჩენილ. პირველად მაშინ დამაპატიმრეს და პირველად მაშინ გამასამართლეს. რა თვით ანდრე. ნუ ყველამ ვიცოდით რაც ხდებოდა ხო ციხეებში. და როგორი წამება მიდიოდა და რაღაცა, მაგრამ ხალხს ეშინოდა ამის გაპროტესტება. ამაზე ხმის ხმამაღლა ლაპარაკი ეშინოდათ. ნუ მე მივედი ხო საპროტესტოდ რომ ვითხრეს ახლა ნუ პროტესტის იმას რა ვარ ვიდექი ჩემთვის იმ მაშინ მომვარ უცბად ერთი უციკაცი რა ჰაერში ამცის გამაქანეს სადღაც 24 საათი დამალული ყავდით მე გამომაჩინეს და მე გამასამართლეს და ნუ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა სასამართლოზე და რაღაცა და ნუ მე თქვენს ნუ აი ნუ ადმინისტრაციულად და რაში დანაშაული რო ჩემ ადვოკატემ მოუთხეს უყურო თუ კაცო ნახო თუ გელა ნიკოლაიშვილი ჩემი ადვოკატი მოსამართლე ისეთი რამე თქვა რომ მე არ ვენდომიო პატროლის იმასო ვიდეო თვალს არ ვენდომიო და ხარხარია ადამიანში აი მართლა ვიდექი ჩემთვის იმაზე ტროტუარზე და ნუ აი ჩუმად ვიდექით რა რაღა უნდა იმასაკნა პატიმარს აწამ იმას თავისი არ იყოფა პატიმარი არის კიდე წამება რა უბედურება ჩუმად ვიდექით რა თუმისი აქცია ტროტუარ არც ქუჩა იყო და ჯეტი ვერც გადავკეტავდით 50-70 კაცი მიყავ ეს სამინისტროს წინ რომ აქცია იყო, იმაზე ამბობთ, ხო? ეს იყო ქავთარაძის ქუჩაზე, პენიტენციარული სადაც არის. საჯელახსრულების კი. და ეს იყო თქვენი მეორე პატიმრობა და აქ იყო ცინიკური დამოკიდებულება. ეს მეორე პატიმრობა იყო. კი ბატონო. ბატონი სოზარი. დიდი მადლობა ბატონო გია, გამრთელობას გისურვებთ რომ და მადლობა რომ შეძლეთ აი დღეს ჩვენთან ერთად ხართ და მადლობა რომ ასეთი პოზიცია გეკავათ მართლა პატრიოტული და მოქალაქეობრივი ყოველთვის მთელი თქვენი ცხოვრება. უბრალოდ ერთი რამის დაზუსტება ერთი კითხვა მქონდა ესეთი ხა წეღან მყავდა ჩვენ დათოლ თქიფანიძე რომელმაც ილაპარაკა რომ გასვენებაში ასათიანის გასვენებაში ხალხი ვერ ბედავდა მისვლას იმიტომ რომ იქ იდგა კამერა და იღებდა ყველა მიმსვლელს. თქვენ კარგად იცნობდით ნიკა კვინტრაძეს, რომლის სურათი გადაღებულია, რომ ცოცხალია, ხელები აქვს შეკრული, ანუ მოკვდა მას მოკლეს მას შემდეგ რაც ის უკვე დაპატიმრებული ჰყავდათ, მის გასვენებაშიც იგივე ხდებოდა თუ არა თქვენ მე მგონი იცით. მე პატიმარი ვიყავი მაშინ და ამიტომ ვერ ვიყავი ვერც ნიკუშას აი კიდე დავაზუსტე. ცოტა ხანში მე ამას ნიკუშას მამა გადაყვა, ბაბუა გადაყვა. მე გასვენებებში არ ვიყავი, აი სულიკოს იმაზე საფლავზეც, ხო მე პირადად სულიკოს არ ვიცნობდი ესე ახლოს არ ვიყავი, მაგრამ ჩავედი, როდესაც გამთავისუფლდი, მე ჩავედი იქ საფლავზე მის ოჯახთან, მის მეუღლესთან, შვილთან და რაღაცა. ნიკუშას იმაზეც არ ვიყავი, მე გასვენებებში პატიმარი ვიყავი მაშინ. მაშინ ბატონო? რამდენ ხანს დაყავით პატიმრობაში? 3 დღე ვიყავი. კი ბატონო. მე მიშვიდე. გააგრძელეთ ბატონო სოზა. მეორეც როცა ლაპარაკობ მაგრამ უგნიდან ვიცი რომ იქ ზეწოლა ნიკუშას იმაზე რო არ იყო იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრი ხალხი იყო ნიკუშას გასვენებაში ბიჭებმა ასე მითხრეს უბანში როგორც ჩანს 26 მაისთან დაკავშირებით ბევრი რამე კიდე იმას უკაცრავად ბატონო სოზა იმას გეთანხმებით რომ მეუღლემაც და შვილმაც მითხრა რომ ისო სულიკოს იმაში მე ჩავედი და გავედი საფლავზე გავედი ოჯახთან ერთად რაღაცა და ნუ ბევრი ვიყავით ჩასულები რა სახალხო კრები და 10 კაცი ვიყავით ჩასულები და გვითხრეს ესე რომ შვილებზე მუქარა და ნუ რა ვიცი მეუღლე მოგვიყვა მაშინ რა საშინელი დღეები კაცი მოუკლეს და ნუ იმისთანა დღეში ჩაუყარეს ეს ოჯახი და შვილებზე მუქარა და რაღაცები და ხმა მოგიღია და რაღაცა ნუ ადგილობრივი ეგენი ცხოვრობდნენ იმერეთში სოფელი არის გამოსწა სახლის სოფლის ხო აი ამ პატარა სოფელში ნუ აი მილიციის მისვლა იყო აი ეს რომ ჩვენ დავეშინებინეთ და დავეტორებინეთ და რაღაცა და ძირითადად შვილებზე მაწვდომი ხმარი ხო და კარგი ეხლა შვილებსაც დაკარგავ აი ეს მახსოვს ამ ქალბატონის სულიკოს მეუღლეს 26 მაისი რო გავიაზროთ ქალბატონო თეა რამდენიმე ასპექტი არის მნიშვნელოვანი ხა წეღან ქალბატონმა ნონამაც თქვა გაფრინდაშვილმა და ბატონმა ირაკლი ქადაგიშვილმაც რომელიც 9 აპრილს იყო მიტინგის წამყვანი რომ რუსეთის ამ
თელ საბჭოთა იმპერიაში ყველაზე მკაცრი სპეცნაზი იყო გამოყვანილი, მაგრამ მათ დაგვიტოვეს გასასვლელი. და დაგვიტოვეს გასასვლელი, ხა ჩვენ არ წავედით, მაგრამ მათ არ ჩაუკეტიათ გასასვლელები, ყველა მხარეს ჰქონდა გასასვლელი განსხვავებით 26 მაისისგან. შესაბამისად, 26 მაისის მიზანი იყო არა ვთქვათ, მიტინგის ქუჩის გასუფთავება, მიტინგის აღკვეთა, არამედ საზოგადოების დასჯა და დაშინება, რომელზეც ლაპარაკა დათო ლორთქიფანიძემაც, რომელზეც ლაპარაკა ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმაც. მე პირადად იმ 9 აპრილს 1999 წლის 9 აპრილს მე და ჩემი მეგობრები ვიდექით კინო რუსთაველთან, ეს იყო დასაწყისი მიტინგის და როდესაც მოვიდნენ და დაგვიწყეს სცემა, რამდენიმე სპეცრაზმელი მივარდა კინოთეატრ რუსთაველის ფანჯრებს, მინის ფანჯრებს ჩაამტვრიეს ამ ნიჩბები რო ქონდათ ალესილი და როცა შიგნით შეგვედით, არც ერთი სპეცრაზმელი არ შემოსულა. არათუ შიგნით არ შემოსულან, მე და რამდენიმე ჩემი მეგობარი ვიდექით კარებში, რომ ხალხი გარეთ არ გასულიყო და ვიცავდით ერთ-ერთი გაგვექცა, მართლა იმ საშინელებას რო ხედავდა ბევრმა ადამიანმა, თქვათ, ვერ დაიმორჩილა თავისი გრძნობები და რომ გავყევი თუ არა და პირველი დაარტყა სპეცრაზმელმა რუსმა ეს ნიჩაბი და 4 მეტი არ დაარტყა, თქო თვითონ მომსა საშუალება შემეყვანა შიგნით. აი ისინიც კი ეს უსასტიკესი სპეცრაზმი, რომელიც 21 ადამიანი მოკვდა ბოლო-ბოლო, შიგნით არ შემოსულან და განსხვავებით იმისგან, რასაც ბატონი გიაყვებოდა წეღან. დიახ ბატონი რა. ერთ სავამატებ საერთოდ ეს ჩახერგვა, ხო? ჩვენ როცა ჯერ კიდევ საღამო ხანი იდგა, ავდექით და გამოუცდელობაც იყო, ხო, მომიტინგეების მხრიდან და ყველა პარლამენტის გარშემო ქვემოთ ჩასასვლელი გზები და რუსთაველი ივერიისკენ რო უნდა წახვიდე, ავტომობილებით და ავტობუსებით გადავხერგეთ. მithom იმ მიზნით, რომ ყველა მხრიდან არ შემოეტია სპეცრაზს, ამ საბჭოთა სპეცრაზს და მე მახსოვს კარგად მოვიდა თბილისის მერიის 2 თანამშრომელი და ამ კაცმა ესე გვირჩია, უშუალოდ მელაპარაკებოდნენ, რომ ეხლაო თქვენივე ხელითო ქმნითო ყულფსო აქო. ეგენი რომ თუ წამოვიდნენ შეტევაზეო დასრბევათო, ხალხს გასაქცევი არ გექნებათო, ჭყლეტვა კიდევ უფრო უარესი იქნებაო და საშინელება დატრიალდებაო და მე მაშინ უთხარი ბატონს ვიაცას მერაბსაც, რომ მართლა ესეთ რამეს ამბობენ და ცოტა ეჭვი იყო, რომ ხო არ გვეუნევიან ამას, იმიტომ რომ ყველა მხრიდან შემოგვიტიოს, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ, რომ მართლა გასაქანი უნდა იყოს და საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო ხალხის მაშინ შეკრებილი. და კიდე კაი მოხსენით მაშინ ეს ხელოვნურად ჩახერგილი ქუჩები და ხალხს მართლა მიეცა საშუალება, რომ გაცლოდა იქაურობას, თორემ სხვერპლი კიდე უფრო უარესი იქნებოდა რა და საშინელება კიდე უფრო დიდი იქნებოდა. მეორე ხო და ამას რატო ვამბობთ? ანუ ეს არის ანაბანა, ხო, რომ შენ თუ შლი მიტინგს, ხო? ყოველთვის უნდა მისცე მიტინგს, ასე ვთქვათ, მონაწილეებს გასვლის საშუალება. მეორე აი მაგას გეტყვით კიდევ რა, რომ ესე იგი იყო სხვადასხვა საკის ხალხი და ხალხს მართლა უნდათ გასვლა. ნუ ახლა რო წამოვიდა ახლა ეს მილიცია გასვა ამ იმებით, ამ ფარებით და ამ ჩაჩქანებით და ამ იმით, ვიღაცებს უნდათ გასვლა და არანაირი წინააღმდეგობა იქ ახლა ახალგაზრდები კი რა თქმა უნდა შეეცინააღმდეგენ, რომ ხალხს ქონოდათ რაღაცა ლუფტი, მაინც რომ სანამ ამ ხალხს დაეტაკებოდნენ რაღაცა ბიჭებმა გაუწეს წინააღმდეგობა. ნუ რანაირ წინააღმდეგობას გაუწევთ სარიელი ხელით. აი მაშინ მოხდა როცა ვთქვი, რომ ესოს პირდაპირ აი ესე მიჯრით ესოლის მეთქი თვალში ამოუგდეს თვალი. ხო და ხალხს მართლა უნდა გასვლა. იქ ასაკიანი ხალხი იყო. კადრებშიც არის ეს ჭაღარა ხალხი, თავებგაჩეხილები და ისინი ქალბატონები, ასაკიანი ქალბატონებიც იყვნენ, რა მართლა უნდათ გასვლა, მაგრამ ვერ მოახერხეს გასვლა. ვიღაცები აი ვიც კიდევ რაღაცა იმასაკნეს, ისინი ცემაცემაში გაატარეს. ხალხი აი არ ვიცი როგორ გითხრა. აი ვინც მოახერხა გასვლა, აი ამ იმაში და რა ვქნა შკალი. იქაც აი ეს სულ ცემაცემაში გაატარეს. ნუ რაღაცა რა. გასაგებია ბატონო, გია ბატონი სოზარი გააგრძელებს 5 წუთი გვაქვს ჩვენ სამწუხაროდ მხოლოდ თქვენთან სასაუბროთ დარჩენილი. ვინაიდან თქვენ არ გაქვთ მეტი დრო და ამას პატივი უნდა ვცეთ. გასასვლელი ხონდა ჩავდი. კი ბატონო და თქვენ მადლობა რომ
თერაპიებს შორის მოიცალეთ და ჩაგვერთეთ ბატონო სოზარ ბრძანეთ. კიდევ ერთი ბევრი რამე ჯერ კიდე შესასწავლელი და გასარკვევია და გამოსაძიებელია 26 მაისთან დაკავშირებით და მათ შორის ერთ-ერთი აი ამ წუთას მომწერა ერთმა ჩვენმა მეგობარმა ადამიანმა, რომელიც იქ იდგა მაშინ და 26 მაისს და ადამიანმა, რომელიც იყო ერთ-ერთი ლიდერი მათ შორის 9 აპრილის აქციაზეც, რომ კიდევ ერთი ადამიანი ნოდარ ცხადაძე ზესტაფონიდან ჩაქოლეს ქაშვეთის ტერიტორიაზე იმ ღამეს, ისიც გარდაცვლილი და ამისი მოწმეები არიან, რომელებიც ამას დაადასტურებენო. კიდევ ბევრი რამე გვაქვს როგორც ჩანს შესასწავლელი და ბოლოს კიდევ ძალიან მოკლედ მინდა ერთი ესეთი კითხვა დავსვა. ქალბატონმა ნონამაც, ბატონმა დავითმაც მისმა შვილმა ბატონმა დათო ლორთქიფანძემ ყველამ თქვა და ჩვენც უბრალოდ ხშირად ვიმეორებთ, რომ აი ესეთი ალყაში მოქცევის მიზანი იყო ხალხის დაშინება, რომ ვერასდროს ვეღარ გაებედათ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლა. თქვენ ეთანხმებით თუ არა ამ შეფასებას და მიაღწია თუ არა რეჟიმმა ამ მიზანს თუ ეთანხმებით იმ შემთხვევაში თქვენი აზრი უბრალოდ ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა ამას ვეთანხმები, იმიტომ რომ მე ერთი წელი საერთოდ ჩამკვდარი იყო ყველაფერი. ყველაფრის ეშინოდა. ჩამკვდარი იყო. აი ერთი პერიოდი იყო 2010-ში იყო ცოტა მინელებული იყო პროცესი, აი 2007-ის, 2009 წლის გამოსვლების შემდეგ რაღაცა და 2011 წელს მათ მიაღწიეს მართლა ტოტალურ დაშინებას. ხალხის და ჩამკვდარი იყო. მის სამოღებისაც ეშინოდა. აი ხლა ერთ რამეს გეტყვით რა, ამ ჩემი აქტიურობის გამო, ამ სამოქალაქო აქტიურობის გამო, ბევრი პრობლემა შეუქმნილი ჩემს ახლობლებს. მეგობრები იქნება ეს იქნება, იმიტომ რომ სამსახურებიდან ხსნიდნენ ადამიანს თუ ვინმეს აი მეზობელი რაღაცას ხალხს ეშინოდა ტელეფონზე ლაპარაკის. ხალხს ეშინოდა ნუ ახ ბიზნესის იმაზე კი არა, უბრალოდ დახმარების პური რომ მოიტანდა ჩვენთვის. ესეთი ჩემი მეგობრის ამბავი რო გითხარით ხაჭაპურების გამო მანქანაც არ კიდე ჩემს ერთ მეგობარს ჩემი მეგობრის მეუღლეს ჩამოართვეს ესე მანქანა იმიტომ რომ მოდიოდა მხარს მიჭერდა იქა აი ამ ადამიანებს ვინც მოდიოდნენ და შექმნეს ეს პრეცედენტი ერთი წელი შემდეგ ჩამკვდარი იყო ყველაფერი საქართველოში აი ეს რაღაცა შიში იყო ტოტალური შიში ბატონო გია, სანამ დაგემშვიდობებით, თუ შეიძლება ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, თუ გნებავთ კი თუ არას ფორმით, იმ თეატრში, სადაც თქვენ აგრძელებდით ყველანაირი ჩავარდნის გარეშე საქმიანობას და მოღვაწეობდით. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მიშა სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის დროს თუ იყო პოლიტიკა შემოტანილი თეატრში და თქვენ რა კი თეატრის ის პრაქტიკულად ერთადერთი წარმომადგენელი იყავით, ვინც გაბედა და ღიად უპირისპირდებოდა სააკაშვილს, თუ იყო თქვენს წინააღმდეგ რაიმე ტიპის ან შენიშვნა გაცემული, ან გაკიცხვა, თუნდაც მორალური, ან უფრო მძიმე რაიმე ტიპის, თუ გაძლევდნენ თავისუფლებას. ქალბატონთია, პირადად მე ვიყავი ამის წინააღმდეგი ყოველთვის, ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის პერიოდში, თუ ჩვენები ბევრი ვიყავით ჩართული ეროვნული მოძრაობის პერიოდში, ახლა ირაკლის სახსოვს ალბათ ოთარ მეღვინე თუქუცესი, დათო ამტყულაძე, ესენი ჩვენ რუსლან მიქაბერი, ესენი ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართულები. თეატრის გარეთ ხდებოდა ეს, თეატრს არ უნდა შეხებოდა ეს. მე აი სააკაშვილის პერიოდში ეს იყო ჩემი პირადი პოზიცია თუ ვინმე ჩემს გვერდში დადგებოდა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ფიქრობდა ჩემნაირად მაგრამ ვერ იდებოდა ხალხი ზოგი ასაკის გამო ზოგი რა ერთადერთი რაც მივხვდი მე და ვცნობდი ამას რომ რაღაც აი მომახვედრეს იმაში ვარსად აღარ უნდა გავჩაჭანებულიყავ უბრალოდ თეატრიდან ვერ გამაქრეს იმიტომ ცოტა ძნელი არის ჩემი თეატრიდან გაქრობა მაგრამ დანარჩენი ყველგან აი ყველა იმას მიქნეს სადაც მაგრამ როლებს გაძლევდნენ ჩვეულებრივად თუ არა სამწუხაროდ არა იმიტომ რომ ნუ ერთადერთხელ იყო ეს მასთან ცოლაძესთან იმუშავე ამ ჭოლასთან მაგრამ ამ ამბების მერე საერთოდ იმასთანაც არა სხვებთანაც არა და პირადად მეც თემურ შეიზის გარდა არავისთან არ მინდოდა მუშაობა სიმართლე რო გითხრა და ამიტომ თემურის სპექტაკლებს თამაშობდი თემურის სპექტაკლების მოხსნა და აგზავნა ცოტა რთული რამე არის. რთული იყო, კი ბატონო. ახლა კი კინოდან გამაქრეს, იმიდან გამაქრეს, აკვიან ტელევიზიიდან, ტელევიზიებში არც მივიდოდი, მაგრამ ტელევიზიებში რა მინდოდა. მაგრამ როლებზეც იგრძენით ეს, რომ თეატრში როლებს ისე მარტივად აღარ გაძლევდნენ. ეს იგრძენით. კი, რა თქმა უნდა. გასაგები.
და მერიდებოდნენ და აი თვითონ ურთიერთობაშიც მერიდებდნენ ძალიან. მე მესმოდა ესა, არც იცით რა. მე თვითონ არასოდეს საყუდური არ მქონს ჩემი კოლეგებისათვის, რატო ხმა არ ამოიღეთ, რატო არ იმას ქენით რაღაცა, იმიტომ დაპატიმრებული რო ვიყავი, ვერავინ ვერ გაბედა, ხო? ნუ ჩემ ოჯახთან მისვლა ან რაღაცა, რაღაცა. ერთადერთი ოთარ მეღვინე თუქუცესი რეკავდა თურმე და მე კითხულობდა, რომ აბა რა შვილა ბიჭი როგორ არის და რო გამოვიდი, ოთარი მოვიდა პირველი მის ნახა. მაგრამ კოლეგამსახიობები არავინ არ მოსულა ან არავინ არ გამიდანაშაულებია და აი ნამუსზე აგდებაზე რა სისულელი არის, ხო? საყვედურიც არ მithქვამს, რატო ხმა არ ამოიღეთ. მე ერთი პერიოდი იყო, რომ რა ქვია, დავდეთ მე და იმან ზაზა პაპუაშვილმა, იმან თავის თეატრში და მე ჩემს თეატრში, რომ მის დაჭერილები რო იყვნენ, სოსო იყო 3 თვე ყავდათ პატიმრობაში, 10 გარდაცვლილი ჩვენი ჯაჭვიანი. ანუ კოლეგები ხო ვართ ეხლა კინოებში, ნუ სოსო არ იყო თეატრის მსახიობი, მაგრამ კინოებში ხო და რომ ეგება რაღაცა რომ იმასაგან გამოუშვან, იმიტომ რომ ძალიან დალეცილი იყო სოსო. მას რო დააპატიმრეს და მე და ავიღეთ მეორე დღეს, იმიტომ რომ მივხვდით რომ ხალხს უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებით, ხალხს უნდა ხელის მოწერა. ამ მასე რა თხოვნაზე რომ ეგება გამოუშვათ ხელოვანი კაცია რაღაცა ისეცა და უხერხულ მდგომარეობაში რომ მივხვდით რომ ვარდებოდნენ ჩვენი კოლეგები ჩვენ თვითონ ვიავიღეთ ეს ფულცლები რომ არ შევაწუხოთ ხალხი რა გასაგები აი ძალიან ცუდად იყო ხალხი რა უნდათ ხარდაჭერა მაგრამ ეშინება შიშიკო მე მესმის იმიტომ რომ ეხლა არ ეშინიათ სამაგიეროდ და იმდენად აღარ ეშინიათ რომ რაღაც და რას დაუჭირონ მხარი აღარ იციან და რას შეეწინააღმდეგონ ისიც აღარ იციან მორღვეული აქვთ აბსოლუტურად შეგნების რაღაცა ტიპის სისტემა ღირებულებების იერარქია და ასევე გონიათ რომ სიტყვა პროტესტი და აქცია თვითონ გამოიგონეს და მანამდე არაფერი არ არსებობდა ბატონო გია ჩვენ თქვენი კეთილის მსურველები და პატივის მცემელები ვინაიდან ვართ ამიტომ დაგემშვიდობებით იმიტომ რომ ექიმები არ გვინდა გავაბრაზოთ ჯანმრთელობას გისურვებთ უღრმესი მადლობა რომ ჩაგვერთეთ ეს არ იყო მარტივი ეს მე შემიძლია ყველას უთხრა მაგრამ თქვენ ეს გააკეთეთ იმიტომ რომ როცა საქმე ეხება ბრძოლას ამ ბრძოლისთვის თქვენ ყოველთვის ხართ მზად ბრძოლა იგულისხმება ყველაფრის აქვს აზრი. კი ბატონო, ბრძოლა ყველაფერი მის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს საქართველოს როგორც ძირძველი ქვეყნის და მისი ტრადიციების ნგრევას. აი ამ ბრძოლისთვის დიდი მადლობა ეს კომისიას უნდა გითხრა, დიდი მადლობა. მაგარ საქმეს აკეთებ. რა თქმა უნდა, ჯობდა ცოტა ადრე ყოფილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ ეხლა მაგარი საქმე კეთდება, ამისთვის რომ ყველა მიცოდეს. მე არა ვარ აი ეს მინდა დავაფიქსირო ქალბატონოთია რა რომ აი მაინც დავიჭიროთ უყალან ჩავყაროთ ციხებში და აღარ გამოუშვათ დაუხრითოთ მოუკლათ იგივე პირობებში ჩავაგდოთ არავა მე წინააღმდეგი ვარ მაგრამ სახელი რო დაერქვას ამ ადამიანმა ეს დანაშაული ჩაიდინა ქვეყნის წინაშე ადამიანების წინაშე რაღაცა და შემდეგ მე კაცო გამოვაცხადო დამინისტრია და გამოუშვათ ეს ხალხი მაგრამ პოლიტიკაში მონაწილეობა თქვა სტუდენტებთან ურთიერთობა საზოგადოებრივი ისინი ამ ხალხს მარტინ ჰაიდეგერს თუ აუგზავნეს გერმანიაში ახლა ფილოსოფოს დენაციფიკაციის შემდეგ სტუდენტებთან 15 წლის აუგზავნეს 15 წლის ხო ჩვენთან საშინელი ის უბრალოდ ნაცისტური პარტიის წევრი იყო მეტი არაფერი არ გაუფუჭებია ჰაიდეგერს მაგრამ ჩათვალა მაშინ ხალხმა ისინი თავიანთ მომავალზე ფიქრობენ და ჩვენ მომავალზე თუ ვფიქრობთ რომ მეორეჯერ აღარავის მოუვიდეს თავში ასეთი რამების კეთება რაც აკეთა იმ პერიოდის ხელისუფლება ამისთვის არის აუცილებელი კი ბატონო, გასაგებია ბატონ გიას დიდი მადლობა, მას სავარაუდოდ დრო უკვე ამოეწურა. ბატონო გია ისევ ხართ ჩვენთან ერთად დაასრულეთ წინადადება და დაგემშვიდობებით. გაწყობთ. მე ხელი მოგიმართოთ თქვენს და ჩვენს ქვეყანას. მადლობა. წარმატებები 1 ივნის თქვენ იქნებით მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. სპექტაკლი. ვიღაცას რო არ ეგონოს რო კარგად არ გვაქვს საქმე, ყველაფერი გვაქვს კარგად. მადლობა ექიმებს და 1 ივნის ყველას შეუძლია სცენაზე გიხილოთ თემურ ჩხეიძის სპექტაკლში. ხომ ასეა? კი ბატონო, დიდი მადლობა. წარმატებები. კეთილად დაგვიბრუნდით. მადლობა ნახვამდის.